დღეს თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განსახილველად 20-ზე მეტი საკითხი იყო გატანილი. დეპუტატებმა რამდენიმე საკითხზე იკამათეს, მათ შორის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის თემა იყო. აზრთა სხვადასხვაობა მოყვა ბიუჯეტში ცვლილებათა პაკეტის განხილვასაც. როგორც საკრებულოს დეპუტატი დავით თუშიშვილი აცხადებს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკმაოდ არასასიამოვნო მდგომარეობაა, რაც შეიძლება მომავალი წლის ფინანსურ დოკუმენტზეც აისახოს. კამათი გამოიწვია შესყიდვების თემამ, ბიუჯეტის ცვლილებებმა, პრაქტიკულად ჩვენთან თითოეული საკითხი საკმაოდ ცხარე კამათისაგან ხდება და ეს კარგიც არის. იმიტომ რომ ეს დოკუმენტაცია არის ძირითადი, რაც განაპირობებს თელავის სოფლებში ნორმალურ მუშაობას, ნორმალურ საქმიანობას გამგეობისას და კამათში იბადება ჭეშმარიტება. ოღონდ ეს არ ცილდება კონსტიტუციის და ცდილობის ხარგლებს. გამგეობამ წარმოადგინა ბიუჯეტის ცვლილებები მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელიც შეეხებოდა ბიუჯეტის 112,000 ლარით შემცირებას. აღნიშნული თანხები ძირითადად მოდის იმ გრანტებზე, რომელიც იყო გადმოცემული ცენტრალური ბიუჯეტიდან რაიონში მიმდინარე აქტუალური საკითხების გადასაწყვეტად. მაგალითის სახით შემიძლია მოვიყვანო მაგალითად წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და როგორც აღმოჩნდა, დღეის მდგომარეობით ვერ მოხერხდა ამ თანხის სრულად ათვისება. ის გატანას სერვის ახორციელებენ დაწყებულია იყალთოდან ვარდისუბნის ჩათვლით 5 სოფელზე, სადაც ნაგვის კონტეინერები იდგმება და იყო ინიციატივა, რომ დაწყებული იყოს ნაგვის მოსაკრებელი ამ 5 სოფლიდან. გადახვდელები არიან ყველა ნაგვის წარმოქმნელი ფიზიკური და იურიდიული პირებს. ესე იგი, არსებული ნაგვის წარმოქმნის ფაქტორისგან, რომელიც შემუშავებულია კვლევით ინსტიტუტების მიერ, დაუწესდათ მათ ნორმატიული გამომდინარე გადასახადები, რომელიც აქამდე იყო აპრობებულო და იყო გადახვდელები და იქნեն კიდევაც, ხოლო ფიზიკურ პირებზე ერთსულიან ოჯახზე არის 40 თეთრი, ერთ სულზევით 1 ლარი, რაც არ არის მძიმე.